გამარჯობა თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდით ეთერში სანამ ჩემს მორიგ სტუმართან გადავიდოდე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი YouTube-ზე ჩვენი არხი უფრო სწორად YouTube-ზე დაგულე სპორტი დააკომენტაროთ ჩვენი ვიდეოები მოიწონოთ გააზიაროთ თქვენი უკავშირი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქვე სიახლის შესახებ მოგახსენებთ ჩვენ გვაქვს გათამაშება უფრო სწორედ გვექნება გათამაშება 5000 გამომწერზე და გავათამაშებთ PlayStation 5-ს. შესაბამისად, ერთით მეტი мотиваცია გაქვთ, რომ ჩვენი არხის გამომწერი გახდეთ. რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, სპორტული სახუავების, სამედიცინო სახუავების კომპანია ჯაკა სპორტი და სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია რონიქსი, რომელიც თქვენს ნებისმიერ ბიუჯეტზე და მოთხოვნაზე არის მორგებული. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, ჯეოთიმის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თავად? კარგად. მადლობა, რა ხდება შენთან, რა სიახლეები გაქვს? სიახლეები პროშ კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გამოიწონოთ თქვენი არხი. სიახლეები როგორც ქეცბა იტყო და შენ აქ ხარო? გაუკვირდა, ჩემი ყოველდღიურობა ეგრეა. ხშირად დედა ჩემიც ვერ ხვდება ხოლმე სად ხარო მეუბნება. ვერ ხვდება რომ ქალაქში ვარ, ხან ერთ დღეს ერთ ადგილას ვარ. ხოლმე ქვეყანაში ვარ. სად გავფრინდე რომ თამაშზე წავედი. ესეთი რაც საინტერესოა ჩემი ცხოვრება. ხან ახლა ვფიქრობ რომ რაღაც შეიძლება უინტერესო იყოს, მაგრამ უინტერესო არავის არ შეიძლება იყოს, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ვისაც არ უყვარს, მე მგონი მაგისთვისაც საინტერესოა. ხო, იცი რა, ხან ვფიქრობ, უინტერესო შეიძლება იყოს ჩემი ცხოვრება, სულ ერთ და იგივე თამაშებზე სიარული, ფეხბურთი, მაგრამ უინტერესო იქენ გამომდინარე ვერ გამოიწვია, ძალიან ბევრ ადგილას მიწევს ყოფნა. და ამ ძალიან ბევრ ადგილას ყოფნა იმდენი სიახლე ხდება ხოლმე. რომ ყველა თამაშზე წასვლა, ახალი ისტორიებია, ახალი გამოცდილებაა და მიხარია რომ გრძელდება ეს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დიდხანს გაგრძელდეს ჩვენო ბიჭებმა დიდხანს შეძლონ ამ დონეზე თამაში და ამ დონეზე ყოფნა და მიხარია თუ ამ ყველაფრის ნაწილი კიდე დიდი ხნის განმავლობაში ვიქნები. მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა, შენი პირველი საჯარო გამოჩენა ჩემს გადაცემას უკავშირდება. მაშინ არ ჯეოთიმი არსებობდა და საერთოდ თმაც ჰქონდა თავზე მაშინ. მაშინ თმაც ჰქონდა და ლივერპულის ერთი უსაყვარლესი გულშემატკივარი იყო, ძალიან პატარა იყო მაშინ ეს იყო. თუ არ ვცდები 2018 წლის სოფლიო ჩემპიონატი იყო, ივნისი იყო. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. კი ზუსტად კარგად ახსოვს. Facebook-ში მეგობრობდით მე და საბა და ძალიან აქტიური იყო და ძალიან საინტერესო და საყვარელი იყო და გადავწყვიტე რომ ჩემს გადაცემაში მომეწვია მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში და მოკლედ აი ესე გამოჩნდა პირველად საჯაროდ შემდეგ იყო უკვე იდეა ჯეოთიმის შექმნის თაობაზე. აი წარმოგედგინა რომ ამ სიმაღლეებისთვის შეგეძლო მიგეღწია? აი ვერასდროს ანუ ხო არიანები მაგალითად ფეხბურთელები ოცნებობენ და აღწევენ რა და ანუ არც მიოცნებია ესეთ რაღაცაზე ვერ წარმოვიდგენით თუ შეიძლებოდა ჩემთვის საყვარელი საქმით ყოფილიყავი ცნობილი ყველა ადამიანისთვის ვინც ფეხბურთს უყურებს და ვინც არ უყურებს შეიძლება მაგათვისაც იმიტომ რომ მინიმუმ ერთხელ მაინც ვიღაცას ექნება ჩართული რაღაც ვიდეო, სადაც შეიძლება მე ფეხბურთელებთან ერთად ვიყო და ნუ იმას გულისხმობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი იგიცნობს, ძალიან დიდი ნაწილი გამოხატავს პატივისცემას. ძალიან მიხარია ზოგადად ყველა ასაკის კატეგორიის ადამიანებისგან წამოსული სითბო და ყურადღება. ბავშვები ძალიან აქტიურად და ძალიან მადლობელი ვარ ამის, რომ ესეთი შესაძლებლობა მომეცა. როგორც ანუ ესე ამბობენ რომ ბავშვის სიყვარული და ემოცია ყველაზე გულწრფელია. რა თქმა უნდა. ზოგადად ბავშვს არ აქვს, ანგარები არ აქვს რა. არ ვამბობ იმას რომ დიდ შეიძლება ქონდეს, მაგრამ ბავშვის გული არ არის. ბავშვის გული ყველაზე სუფთაა და მანდ გამომდინარე რომ მოდიან, გეხუტებიან, ფოტოს იღებენ, აი ნაკრების თამაშებზე ალყაში რომ მოხდები ხოლმე, მიხარია, იმიტომ რომ იცი რომ რა გზა გამოიარე, რომ
ერთ უცხო ადამიანს ყვარებოდი ან შენი დანახვა გახარებოდა. თუმცა არანაკლებ მახარებს ისიც რომ ანუ ყველა კატეგორიის ასაკის კატეგორიის ადამიანია არის სტუდენტიც გოგო ბიჭი მამისტო კი მამისტო ადამიანებიც ბაბუისტო ადამიანებიც აი ხშირად აი ბავშვის შემდეგ აი ყველაზე მაინც აი კიდე ბაბუისტო ხალხიც მაგრამ იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა და იმიტომ რომ ასაკში ხო შენ ბავშვობას აი ხო ეგეცაა და აი და რო გეუბნებიან რომ აი გვიხარია რომ ჩვენ ბიჭებს ესე გვანახებ და კიდევ ერთხელ ვთქვი რომ ყველა ასაკის კატეგორიას პატივს მაგრამ აი რაღაცნაირად განსაკუთრებული ეს ბავშვები და შემდეგ არის დიდი აი ბაბუისტო ხალხი რა და ხშირად არის ხოლმე ტაქსში ჩავჯდები ხოლმე ხედავ რომ აი სარკეში იყურებიან რა შენ ბაბუის არა ხარ ფეხბურთელებთან ერთად რო ხარ ხოლმე და აი ამდენჯერ ყოფილა რომ გუშინ იყო აი რო არ წავიდი სხვაგან გუშინ ჩავჯექი ტაქსში და მეორე ტაქსში აუ გააუქმე შეკვეთა და ვერ მივხვდა შენ უფასოდ უნდა წაგიყვანო არა ან მეთქი პირიქით როგორ არ ვიზო მაგას მეთქი მაგას რომ მეუბნები ეგ ჩემთვის უკვე არის რომ შენ მე უფასოდ წამიყვანე რა იმიტომ რომ ისეთი გულით მითხრა მე ქუთაისელი ვარო მალხაზ ასათიანისო ძალიან ახლა უბნელი ვარო შენ ინტერვიუს ბახოსთან თელმა ქუთაისმა უყურეთ როგორ დაითანხმეო ხო და აი ეგეთი როგორ დაითანხმე სხვათა შორის არ ვიცი მაგრამ მათ ყველაზე საოცარი ისტორია ისა აი მას ვინ უნდა ჩავრიო მითხარი რა მართლა არ ვიცი როგორ დავთანხმე იმიტომ რომ იმის შემდეგ თუ რამე ცდილობა მქონდა კიდე თუნდაც პატარა კომენტარი ჩაწერის არა და მე რომ მითხრა თუ რატო დამთანხმდა ამაზე ესეც უსვამს აი რაღაც მახაზის 100,000 ადამიანობას ხას რომ მე ნახეო შენი გვერდი თავიდან მქონდა გამოწერილიო ბევრი გამოწერი ვარ ყავდა და მონახე რომ პატარა ბიჭიო ესეო გულით რაღაც ახალ საქმეს იწყებდაო და ესე გულით რომ თხოვდიო რაღაც თავი ისე ვიგრძენიო რომ მე ახალ თაობა უნდა დახმარებოდიო და მე კიდე რა გააკეთა ქუთაისში უნდა ჩავსულიყავი რა გამოსდებული მქონდა რაღაც თავის მშობლიურ ადგილებში უნდა გადაგღო ვიდეო და მეუბნება რომ მაინცო საქმე მაქვსო თბილისშიო და ჩამოვდა მან ჩავწეროთო და სადღაც 2 თვის შემდეგ გავიგე რომ მე რო არ დავხარჯულიყავი ფინანსურად და არ შევეწუხებინე ანუ თვითონ თuliო შეიძლება შევწუხებულიყავი მე მაგრამ მე ყوارას არ შევწუხდებოდი მსგავსი რაღაცით თვითონ ჩამოვიდა თბილისში ეს მითხრა ძალიან ახლო ადამიანმა მითხრა რომ ესეო და თბილისში უნდა ჩავიდე იმიტომ რომ ეს ვით შევპირდიო ინტერვიუსო რა და მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა რომ ესეთი ადამიანია და ის კეთილი საქმეები რასაც აკეთებს კიდე ხო ერთმა მიცეს იმის შესაძლებლობა რომ მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანის იმედი ყოფილიყო ცხოვრებაში რა საბა აი თუ გახსოვს რა კონტენტი იყო რომელიც აი ესე აფეთქდა აი საწყის პერიოდში და უკვე შენი განვითარება შეუქცევადი პროცესი გახადა. შეუქცევადი, არ ვიცი, მაგრამ აი რაღაც აფეთქდა, ეგ აი არასდროს არ დავიწყებ ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ჯეროთ იმზე უნდა ვაპარაკო, ოცხოს გიორგი ხვილთაიას. ადამიანს აი უდიდესი დახმარება გამიწია, აი კარიერის დასაწყისში, როცა ეგ და ჩაკო ერთად იყვნენ. არ ვიცი, 2000 გამომწერი მყავდა რა, 2000 გამომწერი. და დამეხმარა რომ გავუკეთებია ერთი დღე გიორგი ხვილთაიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად. აი ხო ის არის რომ არც ბევრი გამომწერი ყავს, ანუ რეალურად მაგას თუ ეხლა რომ ეგ კონტენტი გავაკეთოთ, რეალურად ვიღაც ფეხბურთელებს შეიძლება აქეთ დაეხმაროს. კი ბატონო. მაგრამ მაშინ სუფთა მარტო მე დამეხმარებოდა ეგ და ანუ გიორგი ხვილთაია მაგის ბენეფიტს ვერ მიიღებდა. და ის იყო რომ აკაუნტი მივეცი, მაშინ დაუპოსტე რომ თან ეს არის პერიოდზე გეუბნები 2019 წლის თებერვალი. ჩაკვემ რო საოცრები გააკეთა ერთა ლიგაზე. ამ ჩაკვე არის ვუნი. კი. და 2000 რო დაუწერე, დაუბუსტეთ ფაშ Facebook-ზე მახსოვს დაუბუსტე და აი რომ მორჩა ეგ კონტენტი.
სადღაც 6000 ანუ 4000 გამომწერი მომემატა, ანუ ძალიან დიდი რაღაც ეხლა შეიძლება ერთ დღეში მოგემატოს მაგდენი გამომწერი, მაგრამ მაშინ 2019 წელს GeoTeam საერთოდ რაღაც ახალი პლატფორმა ქართული ფეხბურთი არ არის იმ ყურადღების ცენტრში როგორც დღეს და აი უცებ აი საოცარი გამოხმაურება ჰქონდა და ეგ იყო ნიშა რითიც რაც მესიჯი იყო ქართულ გულშემატკივრისთვის რომ ეს გვერდი იქნებოდა რაღაც განსხვავებული მსგავსი რაღაც არ ყოფილა მანამდე აი რაღაც ინსაიდები იქნებოდა და მე იყო კიტე, იყო მერებაშვილი, იყო ხო, რამდენიმე მიეცი მახსოვს ხო შენი აკაუნტი და გაკეთდა ეს ვიდეო მასალები. ძალიან საინტერესო. მე მახსოვს ახლა არ დავასახელებ რა თქმა უნდა კომპანიას, მაგრამ მახსოვს პერიოდი როდესაც აი გარკვეულწილად რაღაცა აკრიფა შენმა გვერდმა და შენ შემოგთავაზე სამ გვერდის გაყიდვა. და შენ თქვი უარი მაშინ. თან სხვათა შორის მაშინ შეიძლება ემოციურად ძალიან განვიცდი, მაგრამ ბავშვად ძალიან მეწყინა. მაგრამ დრომა ჩვენა თურმე ალბათ ჩემი ცხოვრების ყველა სწორი გადაწყვეტილება მომხდარა. ანუ საბოლოო ჯამში ხო რაღაც რო ხდება მე მოგიწონე გადაწყვეტილება მაშინ მახსოვს და გითხარი რომ ეს საქმე აუცილებლად წარმატებული. იცი რა იყო ძალიან ბევრი ადამიანს ველაპარაკე მაგაზე. ვეუბნები რომ მეც მოგიწონე, მე მომიგიწონე ეგ გადაწყვეტილება და მაგ თემაზე ვილაპარაკეთ. ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ორი მხარე იყო, ერთი მხარე იყო ფინანსური სარგებელი 20 წლის ბიჭისთვის, რომელიც თან სწავლობს, თვითონ იხდის ოჯახს ეხმარება, თავისას ჭირდება ფინანსები, გარანტირებული გასვლები, ნაკრების თამაშზე გასული თამაში თუ რაღაც თუ იქნება უცხოეთში წასვლა, იმიტომ ფინანსურად ძლიერი კომპანია. მეორე მხარეს არის არაფერი. აი არაფერი საერთოდ რა. და აი ხო 27000 გამომწერი რა. ამ სიტუაციაში რო იყო დღეს ალბათ ძალიან თამამად გარისკო, მაგრამ მაშინ ხო ის იყო რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ცნობაზე წასულიყო რა. თან იყო ანუ ეს კონკრეტულ ძალიან დეტალებზე არ ჩავა, მაგრამ იყო რომ შენ ფინანსურ სარგებლობას მიიღებ თუ ამ გვერდს დათო და პლუს ამ გვერდის კოლ შენ გააგზავნა ამ გვერდის კეთებას და პლუს მაგისთვისაც ფინანსურ სარგებლობას მიიღებ და საკმაოდ ისეთი ის იყო რა, თითქოს მათ თური წინ დადება, მაგრამ ნუ მანდ რაც გავაკეთე პირველი საბოლოო ჯამში ხო ის ესე რომ შევაფასოთ ხეშად რა ხალხიც როგორც ამბობს, რომ GeoTeam არის ხიდი ქართულ გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს შორის პირობებთან თავობთ. მათ პირველ რაც გავაკეთე ის იყო, რომ ყველა ფეხბურთელი იქნებოდა 45-46 ფეხბურთელი, ვისაც ყველა ფეხბურთელი, ნუ საკმაოდ დიდი რაოდენობა ფეხბურთელების მივწერე, რომ ესეთი სიტუაციის წინაშე ვარ, ან მოვდივარ და არაფერი და ან რჩები იქეთ რა და რო ვიცოდე რომ სანამ ფეხზე დავდგებით თუ შეიძლება მქონდეს თქვენი დახმარების იმედი და მაშინ ხო არ იყო როგორც დღეს არის ფეხბურთოვარსკვლავი ფეხბურთელები ყავს დიდ გუნდებში PSG, ლივერპული, ვილიარეალი. ნუ ევროპაში ესე გადგმული არ არა, ძალიან ცოტა ფეხბურთელი იყო, ვინ იყო, ყველაზე კარგი ფეხბურთელი იყო, ხოჭოლოვა შახტარში. კი, ეგრე იყო და ყველა ფეხბურთელმა კიტეც არ არის ამ დროს წასული, მე მგონი. კიტე წასული იყო, კი, წასული იყო, მაგრამ ნუ შახტარი იყო ყველაზე კარგი გუნდი რა, ქართველებისთვის. ყველაზე ისეთი კომენტარი ანუ ყველა ფეხბურთელის კომენტარი იყო რომ არ გაყიდო მიდი დაგეხმარებით ერთ ფეხბურთელი იყო რომელიც მითხრა რომ თუ შენ გადაწყვეტ რომ არ გაყიდო მე ჩემ გვერდით ვარ მაგრამ თუ გაყიდა ფულს აიღებ მაგაში შენ ისეთ ხოძე ხარ და ისე გიყურებს ხალხი რომ მაინც ახალს თავიდან გააკეთებ მაგრამ მაგას თუ გაყიდი ხო იქ კონტრაქტში ჩაგიწერნენ რომ რაღაც ახალი კეთილსულობა არ შეგეძლო რა და აი ხუჩას მესიჯი მაგ დასკრინული რო ჩემ რჩევა და თხოვნაო რომ GeoTeam არ მიცეო არავისო და აი ანუ მაგი მესიჯი რომ წერა ჩემს რუბინში იყო აი თები შემესხა რა აი ეგრე რო გეუბნება რომ ჩემი რჩევა და ანუ ის კი არა რომ აი შენ თუ არ გაყიდი მე შენ გვერდით თუ იქნები და რაღაცა აი რჩევა იმიტომ რომ მე იყო რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი უყურებდა ამ ყველაფერს ძალიან ბევრი ფეხბურთელთან დაახლოებაში დამეხმარა თუნ GeoTeam-იც მაგალითად ნუ აი ერთ-ერთი ორი ფეხბურთელი მაშინ ვისაც კომუნიკაცია არ მქონდა ნუ ვიღაცებთან ასაკითაც ახლოს ვარ და უფრო მარტივია მაგრამ აი მაგ პერიოდისთვის მაგალითად
ჩემი აზრით აი ჯანუ ანანიძესთან პირობითად ვაკო ყაზაიშვილთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, მაშინ ჯეოთიმიდან მქონდა, იმიტომ რომ საერთოდ კონტაქტზე არ ვიყო ამ ფეხბურთელებთან. თვითონ გამოიწერეს ეს გვერდიც და ნუ კომუნიკაცია შემდეგ რომ ნახეს რაღაც ფეხბურთზე ვაკეთებდი. თორე თავიდან რომ დავიწყე ჯეოთიმის კეთება, შაბლონივით გავუკეთე, მაგრამ ნუ გამარჯობა კაშო პირობითად და ნუ მე სახელებს ვთვლი, თორე ეს იგივე ტექსტი ყოლას და გადავწყვიტე რომ გვერდი გავაკეთო, რომლის ნუ ანალოგი საქართველოში არ არის. 5 თვე მომეცით დასაკლუბად, 3-5 თვე მომეცით დასაკლუბად, ესე იყო რომ თუ არ მოგეწონებათ, წაშალეთ, არ მეწყინება. პირველი ვინ იყო, ვინც გამოგიწერა ნაკრებიდან? თუ გახსოვს? ესე არ მახსოვს, მაგრამ აი მოიტყუები რო თქვა რა, არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი ფეხბურთელი სკრინები მქონდა, რომ ესე აი მიყოლების ფეხბურთელები იწერდნენ რა. რამდენიმე ფეხბურთელი იყო, არც გაუხსნე, იმაში კი არ უპასუხე, რომ არა რაღაც არ გაუხსნე და მე მაინც გამოიწერეს რა, ანუ რო ნახეს თვითონ უკვე რაღაცა გადაშიარებული რაღაც და კარგად წავიდა, ყოველ ხარ მომახსენდება რა მეღიმება და ძალიან. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტის წარმატება სწორედ ამ ფეხბურთელებთან ურთიერთობამ განაპირობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯია შენს კარიერაში, როცა აი ნაკრების ფეხბურთელები, ცნობილი ფეხბურთელები შენთან თანამშრომლობას იწყებენ, ხო? შენი შრომის მოყვარეობა, ის რომ შენ დაიჯერე, რომ შეგეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, ეგ იყო და არ გაჩერდი. აი რაღაცა იმედგაცრუებები ხო გქონია, ეხლა აი ცოტა ნახვა გქონდა, ცოტა ლაიქი გქონდა, ხო? აი შენმა არ გაჩერებამ მოკლედ შექმნა ქართულ რეალობაში პლატფორმა, რომელიც, რა ვიცი, დღეს ალბათ უკონკურენტოა. შეიძლება თამამად თქვა. მადლობა და აი საჭირო ეს კონკურენცია, თავს ისე კონკურენცია საჭიროა კი არა და კონკურენცია საჭიროა, იმიტომ რომ სადღაც თუ მიდიხარ რა გზაზე და უკან მიხედები არაფერი არ ჩანს, აი თუ მირბიხარ სწრაფად მე გაშენელდები და საჭიროა რომ იყვნენ პლატფორმები, ვინც ბევრი გავაკეთებთ ქართული ფეხბურთის საქმეს და ახლა ბევრმა დაიწყო, რამდენადაც ვაკვირდები. მე რო დავიწყე მაშინ და რომ აი ფეხბურთელებმა გამომიწერეს და რაღაცა ძალიან აქტუალური იყო თავიდან, იყო 3-4 გვერდი, ვინც გააკეთა, მაგრამ იმდენად რთულია ყოველთვის მომდი, რომ აი ძალიან რთულია, ძალიან რთულია. პანდემია 2-3 თვეში გაჩერდნენ, ამ პანდემია რო ეწო შეწყვიტეს. და აი იმედგაცრუებაზე ვაპარაკობდით და ერთ-ერთს გავიხსენებ, ძალიან მძიმეს არა, ერთ-ერთს გავიხსენებ მაგალითად ძალიან კარგი გამხმოვნება მქონდა Facebook-ზე, Instagram-ზე, მე YouTube-ზე რო გადავედი, უკვე აი რო ცალკე ჯეოთიმი რო გავხდი. დებ ვიდეოებს იღებ ძალიან ჯერ YouTube-ის ვიდეოების გადაღებას, აი ხო იღებ ამ გადაცემებს, პოდკასტებს და შენ საუბრობ, რომ ზოგადად რთულია ძალიან რთული პლატფორმა, ძალიან მძიმე. ყველაზე რთული პლატფორმა. ეხლა კიდე შეიძლება, ანუ მე როცა ვაპარაკო, რა პერიოდსობა კიდე უფრო რთული იყო. კი ბატონო. და ვიღებ ვიდეოებს, ფინანსური რესურსი ჭირდება, დრო ჭირდება, აი რასაც ჭირდება მოხდეთ, აი რომ ტრეშ კონტენტი, რასაც დროც არ ჭირდება და რაც ბევრი ფიქრი, უფრო მიაქვს. რაღაცას იღებ, არ მიქონდა და მაშინ იყო რომ აი დამეხმარა ერთ-ერთი კომპანია, ვოიაჟერი, ტურისტული კომპანია, სლოვაკეთში წავედით, კაშო ჩავწერეთ, ვაისი ჩავწერეთ და ანუ აი მგონია რომ ძალიან ფინალის წაგების შემდეგ პირველი ინტერვიუ ვლადიმირ ვაისთან და ანუ მგონია რომ აი ძალიან მაგრა წაიღებს, უყურებს ხალხი და ქონდა 6000 თუ 7000 ნახავს, თორიც მე მახსოვს, აი არქივებში რომ შევიდე მე შეიძლება ვიპოვო. ანუ აი ხომ მე ხოწებოდით წადით გადაიღეთ ამდენი ადამიანი ვთხოვდით, მეთქი აი წავედი, კომპანია ფული მომცა, რაღაცა შედეგების მოლოდინშია და რომ ნახავს მეთქი აი შო რა მეორჯერ აღარ მომწონს ფულს რა და ძალიან იმედგაცრუებული იყო, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუს არ ქონდა ნახვები, ქონდა 12000 ხონდა, ვაისთან ქონდა 6000 ნახვა და ნუ იმედგაცრუებული ვარ და ფიქრობ რომ ის თუ გაგრძელდება, იმიტომ რომ შეხედა ვიდეოებს 3000-4000 ნახვა ქონდა ვიდეოებს. ეს თუ გაგრძელდება, ვერ გააგრძელებ უბრალოდ და ანუ ფულსაც არავინ არ მოგცემს, რომ აი ფულს გაძლევენ, როცა რაღაც იმედი აქვს, რომ რაღაცა პლეისმენტები ექნება, სარეკლამო ადგილებიან. კარგი ვიდეოში. აი ძალიან უცებ, აი როცა რაღაცა იმედგაცრუება, უცებ შეიძლება რაღაც ერთი გამოჩნდეს, რომ ძალიან გაგაბედნიეროს და ძალიან შემთხვევით მაშინ აი პირველი ვიდეო რაც აი ბუმ იყო გავიგე რომ შოთა არველაძე მიდიოდა 34 სკოლაში ბავშვებს უნდა შეხვედროდა. და ჩემ მეგობარს ოთომუმლაძეს ვთხოვე რომ
მეთქი თუ შეიძლება რო კითხო მე არ უწევდი მას შოთას უბრალოდ მიკროფონი რო დავამაგრო და რო გადავიღო რა ანუ საერთოდ ისე არ მქონდა რაც განსაკუთრებული იდეაც სცენარი არაფერი უბრალოდ გადავიღებ რაღაცებს თუ გამოვიდა კარგიო მითხრა რა დამთავრდა და მე ხო ჯერ არ მესმის ის სოდა შორს გასასლაპარაკობს რაღაცები მესმის ყველაფერი ხო არ მესმის რა სახში მივედი და აი საოცრება იყო აი ეგ ვიდეო იყო 3 დღეში რომ 100,000 ნახვა ქონდა ანუ აი ვიდეომ წაიღო აი სასწაულად და თვალები ამივიდა რავი შუბზე ну აი ისე იმედგაცრუებული ვარ ზუსტად 10 დღის ამბავი იმედგაცრუებული ვარ და უცებ 3 დღეში 100,000 კომენტარები მოდის რომ გთხოვოთ მეორე ნაწილი სხვა გუნთანაც მივიდეს მეორე ნაწილი ლოკომოტივთან გადავიღეთ იქაც 100,000 ნახვა უცებ გაჩნდა ახალი იდეა ხო აი უცებ რა რომ აი ვარჯიში მიკროფონი და ძალიან მაგარი იდეა რა და ეხლა მე იყო რომ კიდე გადავიღო სხვა მწვრთნელებთან მწვრთნელებიც გთხოვდნენ რომ აი გაინტერესებს რა სპეციფიკით მუშაობენ რა და ანუ აი ძალიან ისეთი კარგი იდეა იყო რთული კი არა გადასაღებად ბევრი ისინი ჭირდება ერთი კამერით გადავიღეთ მაშინ როცა მაგრამ ვთქვათ ძალიან ბევრი კამერა ჭირდება დრონი ჭირდება 2-3 ხედი ჭირდება რომ ბევრი ყველაფერი დაფაროს რა და ანუ მე გაცრუა ბევრია მაგრამ მგონია რომ არ გაჩერდები და მიეწევებოდე სადღაც გამოჩნდება ის რაც გაგაბედნიერებს რა აი განსაკუთრებით აი ამ პლატფორმაზე სადაც ახლა ვართ YouTube-ზე აი სტაბილურობის შეგრძნება მე მგონი არის წარმატების გასაღები რა აი სულ უნდა აკეთო სტაბილურად რაც შენ მიგაჩნია სწორად ბოლო ხო შენია ეს ხო არავის დამოკიდებული არ ხარ და შენი რო არის იმას იაზრებ რომ კარგს გააკეთებ შენ თავს გაუკეთებ ცუდს გააკეთებ და შენ თავს გაუქუჩებ რა თქმა უნდა მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის არის ეხა ამ პოდკასტის კეთება მიუხედავად იმისა რომ 20 წლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა ტელევიზიებში რადიოებში მუშაობის სადაც გამზადებული ხდებოდა სტუდია განათება ხარისხიანი ტექნიკა ხო მაგრამ აი არა აი ნულიდან დაწყებული ისე რომ აი განათებაც არ არის ჯერ კარგი როგორიც მინდა არც ტექნიკური ბაზა არა გვაქვს ისეთი როგორიც მინდა ხო მაინც აი ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ აი ამ ყველაფრის კეთებით და ვიცი რომ დადებ შედეგს დროთა განმავლობაში შენსაც რო აკეთებ განსხვავებული ემოცია აქვს და ვისაც ვთქვათ ადამიანებს გვიყვარს აი მაგალითად პოდკასტის სტილი ხო არის დასხდეთ და იჭორავთ ესე რომ ვთქვათ რა გემრიევათ და ისაუბროთ ისაც ვთქვათ გვიყვარს დავსხდებით ლაპარაკობთ საუბრობთ უჭორავთ ესე რომ ვთქვათ და პოდკასტი მაგის კარგი საშუალებაა რომ დაჭდეთ და დასხდეთ და გული ამოიოხოთ ესე რომ ვთქვათ ისევ ჯეოთ იმს რომ დავუბრუნდეთ როდესაც იზრდება გამომწერების რაოდენობა, იზრდება პასუხისმგებლობა, იზრდება უკვე ინფორმაცია, რომელიც შენამდე მოდის, ხო? ეს ყველაფერი დასამუშავებელია, დასამონტაჟებელია. მოკლედ, ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს ამ ყველაფრის მზა, როგორც მზა პროდუქტის წარდგენა უკვე საზოგადოებისთვის და შენი გამომწერებისთვის. ხო არ გიფიქრია, რომ აი რაღაცნაირად გაფართოება მოხდეს თუ გირჩევნია ისევ მარტო აკეთო ეს ყველაფერი? ბევრჯერ ვიფიქრია მაგაზე, რომ ძალიან საინტერესო იყო სექტემბერში ფაბრიციო რომანე ხო იყო ჩამოსული. ისაც მაქვს კომუნიკაცია. არც ისე იშვიათი, ხშირად რაღაცას მეკითხება, ან მოუწერი, ან მეც მიმწერა, თუ მაინტერესებს. და ძალიან მაგარი რაღაცა თქვა, ხაი თუ გაფართოებაზე ელაპარაკი, ხო, ფაბრიციოს უნდა ყავდეს 30 სოციომედია მენეჯერი. თუ თქვა ის რასაც აი სუფიქრობდი და სხვა ადამიანები ვინც რაღაც ერთნაირი მსგავს კონტენტს აკეთებთ, თუმცა იგივეს ფიქრობს, რომ შენ როგორც დაწერ ხებ შენს. ზოგადად შენ მაყურებელს, შენ გამომწერებს ყველაზე კარგად შენი ცნობ რა. შენ ყველაზე კარგად იცი რა აიღებს კარგად, რა არ წაიღებს კარგად. შენ გამომწერებს როგორც იცნობ რა სიტყვებითაც მიმართავა, სხვა ვერ დაწერს რა, ვერ იზავს. ამიტომ აი დაიკარგება ის გულწრფელობა რაც შენს და შენს გამომწერებს. თქვა რომ მე მყავს დიზაინერები, ამ დიზაინერებს მყავს მემონტაჟე, გადამღებიც, ოპერატორი, მაგრამ კეფეს ვერაზოს ვერ დაწერს სხვა ისე როგორც მე მინდა რომ დავწერო რა თორე შეიძლება დაგიხმაროს მაგალითად აი გოლის ვოჭრაში მსგავს რაღაცეებში ანუ შავს ამუშავებსაც კი არიან და მე ვინც მეხმარებიან
და ეგ არის რა, რომ გაფართოება, კი ხა თუ რაღაც საჭიროება არის, ისევე რა უნდა გააკეთოს მithოვე რაღაცებისთვის, მაგრამ ანუ ისევე სისტემასავით, მაგ სისტემას დავით მაგ რომ ის გოლი იქ ვიპოვო, ხშირად მეკითხა, აი ამ გოლებს ეს სწრაფად პოულობ, ხო სისტემასად ვიცი რა სად უნდა ვიპოვო რა, ან რაღაც თამაშები არის, სადაც წარმოიდგინე თუ არ უყურებ, სამ მიმხილ ვარ და იდო ვერ ნახავ. არის ეს ჩემპიონატები, მაგალითად ჩემპიონშიპი, ლა ლიგა 2, ავსტრიის ჩემპიონატი, ანუ ჩართული უნდა აუცილებლად და მაგ ბიჭების თამაშები რო არის, თუ ჰაერში თუ არ ვარ რა, ფრენებსაც ისე მომთხოვ ხოლმე, შაბათ-კვირას ფრენა არასდროს არ მაქვს. იმიტომ რომ შაბათ-კვირა ძალიან ბევრი თამაშებია. ანუ თუ ვცდილობ ისე დროს დავამთხვიო, რომ ან თუ დავამთხოვ შაბათს ღამე წავსუო, რომ კვირას დილით იქ ვიყო, იმიტომ რომ აი სუხაზე მინდა ვიყო რა. ან რაღაც პირობად შედარებით ბიუჯეტურ ფრენაზე და ძუძიანი ფრენა ამიღეთ, რაღაც საქმეს ემთხოვა, რომელსაც ბორდზე Wi-Fi-ია და მარტო იმიტომ რომ ხაზო ყოფილიყო, რომ ამი არ გამომრჩენოდა რა. იმიტომ რომ აი მაგის შიში რა სიზღი მაქვს იმის რომ რაღაცა სულად გავაკეთებ, რაღაცაში პირველი ვერ ვიქნები რა. სხვის მიმართ კი არა, ჩემი თავის მიმართ რა. ჩემთვის ვერ ვპატიობ თუ რაღაცა გოლი სწრაფად ვერ ვნახე, რაღაცა ინფორმაცია გამიმაზე, იმიტომ რომ ეგ უნდა გქონდეს თუ გინდა რომ სუ პროგრესი გქონდეს რა და ჩემი თავის მიმართ მაგ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე რა და სანამ მე შემდეგ არ გამოვასწორებ ამას რაღაც კარგად არ დავაბალანსებ სუ მიმყვება ხოლმე რომ აი მე ეს ვერ გავაკეთე კარგად ანუ უფრო სხვანაირად უნდა მემოქმედა რა და კარგია მე მგონია რომ ყველა საქმეში კარგია რომ შენი თავის გაუმჯობესებაზე ვიფიქრო რომ შენ თავს გაუბრაზდე რომ რა შეიძლება გაგეკეთებინა უკეთესად აი ყველაზე კარგად სამუშაო ფეხბურთელები თუ შეგიძლია რომ გითხრა. აი, ვისთანაც აი ყველანაირი ცენზურის და მოკლედ რაღაცა მოთხოვნების გარეშე აკეთებ შენს კონტენტს. გიორგი მიქაუდაძე. ისეთ კომფორტული ადამიანია კამერასა სამუშაოთ. ბევრი არ მაგრამ ხო ერთი თუ უნდა გამოვარჩიო. აი ესეთი ადამიანი. შენ ანუ შენიშნებს არ გაძლევს რომ აი ეს არ გაუშვა ან არ ერევა მოკლედ. არასდროს არ ყოფილა და ზოგადად ძირითადად აი ძალიან იშვიათად რომ აი ძალიან ჯერ რომ ფეხბურთს მოგწონს რომ ეს არ დადო, იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი რომ არ უნდა დავდო. ძალიან ბევრი კომენტარი ყოფილა რომ შენ რა ყველაფერს დებ. ჯერ ვინც მაგასწრებს თვითონ უსწორდება ყველაფერს ვდებ პირობითად. იმიტომ რომ თვითონ უხარია მაგ ყველაფრის ნახვა. მაგრამ მე მეორე როგორ წარმოვიდგინე ხა იმ ვიღაცას ვინც ვასწრებს შენ ყველაფერს დებ რომ მე მართლა ყველაფერს ვდებ. ეს არის რეალ ტიმ კონტენტის 30% რაც შეიძლება მე გადავიღო. არის რაღაცები რაც არიდება როგორც ყველაფერი არ ითქვა ეს ყველაფერი ხო. რა თქმა უნდა და ხო არ გაუჩალიჩება ხოლმე რა. პირველი და ზოგადად თითქოს რაღაც თუ ისეთი რაღაცა არის აი ფანი კონტენტის ახალისო რაღაცა იცის ფეხბურთელმა. მე არასდროს არ დოდებ ისეთ სახალისო ინსაიდ კონტენტს რაც არ იცის იმან რომ შეიძლება დაიდოს და ბევრჯერ დამიწყოს კომენტარი აი რას უღებ რომ ბევრს უთქვამს რომ აი ეხლაც ხო ბევრს უხარია რომ დებ მაგრამ აი 15-20 წლის შემდეგ უფრო ეს ძველი ვიდეოების ამოყრა რომ წავაო აი უფრო ის იქნებაო უფრო ფასი დაედებაო და ხო გადაიღებ და მაჩვენე რა გადაიღე ანუ აი ეს სოარი ხოლმე რა ზოგადად მგონია რომ ანუ კონკრეტული ფეხბურთელი კი არა ფეხბურთელები და ზოგადად ჩვენ ვართ ადამიანები ვართ ეგეთ ფეხბურთელი რა შუაშია რომ ვითომ რო არ გინდა რომ გადაგიღო და მე რომ გაინტერესებს რა გადაგიღო რა აი თუ იაზრებენ შენი რესპონდენტები ბოდიში ზურიკოც ძალიან კომფორტული ადამიანია მაგრამ და ლამაზიც ხო კი ეგ ხალხი გადაწყობს მაგრამ მე მგონი მაგაში ხუთჩამ ბოლოს ვითხავ ეგ თემა რომ დახურული აღარ განიხილება ვის სასარგებლოდ ჩემს სასარგებლოდ ხოდა ძალიან კომფორტული და ჩვენ ვაპარაკოთ კომფორტული ადამიანია თან რომ კონტენტს სახალის კონტენტს გაგაკეთებინებს ანუ ბევრი არიან ყველა ანუ პრობლემა არ მაქვს თითქმის არც ერთ ფეხბურთელთან ვისთანაც აი თითქოს ძალიან დიდი ასაკობრივი ის არ მაქვს სხვაობა რა ზოგადად ვისთანაც ასაკობრივი სხვაობაც დიდია იმას ხო მაგათ აი კაშო ავიღოთ რა პირდაპირ კაშოა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ზოგადად ადამიანები მგონია რომ მათ შორის ფეხბურთელები თვითონ გიწესებენ ამ რაღაცას საზღვარს რა დონეზე შეიძლება მათთან შეხვიდე და რა დონეზე არა კი ვიღაცას თუ არ უნდა მანქანაში კი არა იგრძნობა 100 მეტრზე 100 მეტრის რადიუსით არ ჩაგივლის აი რომ ფეხბურთელი ადამიანი მე თუ ვიღაცას ურთიერთობა არ მინდა
მანქანაში და სახლში პირად სივრცეში მიწოვა კი არა, არ მინდა რა. მე ადამიანთან ურთიერთობ და არც უპასუხებ. და ზოგადად მე სადაც ჩავდივარ ხოლმე, ყოველთვის ვაფრთხილებ ფეხბურთელს. იცი რა, იმიტომ ხშირად არის ხოლმე მომენტი, რომ მინდა ჩამოსვლა. ხშირად არის მომენტი, რომ აი ან გასახდელსტული სიტუაციაა და ინტერვიუს ვერ მოგცემს. ან ფანებთან დაძაბული სიტუაცია, ან სატურნირო მდგომარეობა ცუდია. ან შემოწურთნელობა თქო, რომ ინტერვიუები არა. შენს უნდა გაიგო. ჩადიხარ, სად ჩადიხარ, ფეხბურთელმაც ხომ უნდა იცოდეს და შენ თუ ვერ იგრძენია ეგ რომ კი ჩამოდი. სადაც ჩავდივარ თითქოს ანუ რა ვიცი, ეგრეა ყველგან რომ ყველგან კი ჩამო. მე თუ არ გაქცევ მართლა არ მკითხე მომბესავ თუ არ ჩახვალ სადღაც ფეხბურთელთან. ვისთან კონტენტის გაკეთების დროს გიწევს გუნდისგან ნებართვის აღება? საბოლოოში მაინც იცი როგორ რა თითქოს ყველა პრესამსახურნო ჩააყენო საქმის კურსში, მაგრამ თვითონ აი უშუალოდ ურთიერთობის ზონაზე არაფერი არ იცვლება, რა ვიცი, სადაც ესე რომ თქვა out of life ცხოვრების გარეთ, out of პროფესიის გარეთ ისა საჭმელი პერსონალური იქნება, მაგრამ ხო ცხოვრების არც ერთ ფეხბურთელთან არ შეცვლა არანაირ დონეზე ურთიერთობები, მაგრამ როცა ყავს ვარსკვლავები PSG-ში, ლივერპულში, ვილიარეალში, თუნდაც ხო ავიღოთ დიდ გუნდებში, კარგ გუნდებში რა, მიქსონაში რომ გამოდის ხოლმე ხვიჩა რო დამინახავს რომ იქ ვარ, ყოლას ჩაეწერება. თქვენი ურთიერთობა? ძალიან. იცი რა ზონაზე ხა იცვლები როცა ამახელა ვარსკვლავი ხარ. იცვლები, ნუ ისევ ვერ დადებ რაღაცას და იხუმრებ და ბევრი თავშეკავები ხო. თუმცა ანუ აი როგორ ვთქვა, 1 წამით ურთიერთობის ზონაზე არ შეცვლა, როგორც იყო აი 2018 წელს, 2020 წელს, ზუსტად აი იგივე დოზის ურთიერთობა. უფრო მეტად დაკავებულია, იმიტომ რომ ხან მასაჟი, პერსონალური ვარჯიში, ფიზიო დროებს, თუმცა ანუ კომუნიკაციის ზონაზე არაფერი არ შეცვლა და მაგითო მიყვარს ძალიან. რომ ისეთივე ადამიანია და ისეთივე პიროვნება, როგორც მანამდე იყო. შეიძლება უფრო გაზრდილი როგორც ადამიანი. და როგორც ფეხბურთელი. როგორც ფეხბურთელი, აი აღარ ვთქვი, მე თუ არ ვთქვი, ხა მე მგონი ჩემი შეფასება მაგას არ ჭირდება. საოცრება. და რო გამოდის მიქსონში ყოველსა რო ჩაწერს, მე პრესამსახურს ვონება, რომ ჩემ მეგობრებთან ცალკე ჩავწებილობთ. უკვე იქაც იციან, რომ აი ძალიან კარგი ურთიერთობა PSG-ს მედია თიმთანაც და უბრალოდ ის აქვს, აი რაც არ შემჩნევია სხვა დონეზე, მინახავს ფეხბურთელები მიქსონში გამოდიან მარტო. ნუ PSG-ს პრესამსახურში 5 კაცი იყავს. მარტო 5 იყავს მედია ოფიცერი. იმას კი არა, ოპერატორი და რაღაც სამწუხაროდ საქართველოში ერთი ადამიანია, ყველაფერი ჩიქს რო ეძახიან, ყველაფერს რო აკეთებს. 5 მარტო მედია ოფიცერი. ანუ აი ფეხბურთელებთან ურთიერთობაზე ერთი მთავარი ვინც არის, ის არის უშუალოდ მწვრთნელთან, აი პრესკონფერენციებზე და მთავარ ამბებზე. და ყველაფერს იწერენ. რა თქმა უნდა, როცა ესეთ დონეზე ხარ. ანუ სულ გუნდთან ერთად არის. კი. ანუ პრესამსახური იმას უფრო ის პრესამსახური იწერს შენ ლაპარაკსაც. შემდეგ შეიძლება კითხოს რა რაზე ილაპარაკი, იმიტომ რა თქმა უნდა იმას ინფორმაცია უნდა ქონდეს, ანუ ესე კონტროლდება. მაგრამ ზოგადად აი ხო არიან აი ჟურნალისტები, ვინც ინტრიგებს ხლართავენ. და ანუ იმისთვის რომ ყველაფერი ჩაწერილი უნდა ქონდეს, რომ იქ რამე ისი არ გაიპაროს რა და ამიტომ აი ეგ კითხვა რო იყო რომ ვისთან გიწევს შეთანხმება, უკვე დიდ გუნდებთან რო ხარ, ყველაფერი აი ძალიან გათვლილი უნდა იყოს და ეს ცოტა შესაძლოა თქვა მე რომ ცოტა დაბალი ეშელონის გუნდებში იყვნენ შედარებით ვიდრე დღეს უფრო მარტივი იყო კონტენტის კეთება, მაგრამ დაე ძალიან ბევრ გუნდებში იყვნენ და რაღაცა მოვერგებით მაგ სიტუაციას რა. რა თქმა უნდა. ჯერარდმა რაო რა ემოცია გქონდა? შენ როგორც ლივერპულის გულშემატკივარს? აი მესი ხო გიყვარს? ხო, აი ეგრე მიყვარს მე ჯერარდი. იმიტომ რომ ან მე აი როგორ ვთქვა, არც მესის და არც რონალდოზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი უდიდესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არ მექნება ის რეაქცია როგორ ჯერარდს და რატო. ყველაზე მეტი ბავშვობაში მიტია ჯერარდის გამო. ანუ აი რო წაუგიათ ის იყო ჩემი აიკონი ფეხბურთელი, ანუ ეგ ემოცია ხო მანდე არ მოდის რა, ეგ ემოცია ხო მანდე ამას, აი ბავშვობის სიყვარული და ყველაზე მაგარი ბავშვი ის იყო ისე მომესალმა. ჰეი, რაღაც რო თითქოს აი დიდი ხნის უნახავი მეგობარი რო ნახა და ხელი ჩამოვართვა და ზოგადად ანუ ადამიანში ხო ეგ ძალიან უშუალობა ხო ძალიან ფასდება. ხო შეიძლება რაღაც ან ხელი აეწია. აი კი რა, ჯერარდი ძალიან მაგარი ნამდვილი კაპიტანია.
ხომ მოხსენდება აი იგი ლივერპული და ეგ ჯერარდი თან რა ლივერპულში მოუწია თამაში ამ ლივერპულში აი კლოპის ლივერპულში ერთი რასაც ვისურვებდი მაშინ რომ კლოპის ლივერპულში ჯერარდს ქონდა საშუალება რომ ეთამაშა რა აი ხო ყველაფერს მოიგებდნენ რა ხა სავარაუდოდ კი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე თუ ახერხებ სიარულს როცა კეთვა დავდივარ მოდი აი მაგას სულ არის ხოლმე კომენტარები რომ დაიკიდე შენ უკვე რაღაც აღარ იყურები აქეთ ხო ეგ უნდა მეკითხა ხათაშორის მე როცა მქონდა გიორგი ჭიაბრიშვილთან ინტერვიუ მაშინ თქვა რომ როდესაც აქედან ფეხბურთელები მიდიან ის ფეხბურთელები უფრო საინტერესოები ხდებიან და როცა აქ თამაშობენ ესეთი ყურადღება არ არის აქცენტირებულად ამ ფეხბურთელებზე და მაშინ შემდეგ კომენტარებს რო გადავხედე, მთელი ისრები წამოვიდა შენი მიმართულებით და მახსოვს რომ რაღაცა მონოლოგიც ჩაწერე YouTube-ში, ვნახე მე მგონი ამ საკითხთან დაკავშირებით. მგონი სწორად მახსოვს. სადღაც აეროპორტში არა ეგ იმ პერიოდს დაემთხვა, ეგ მონოლოგი ნაკრების თამაშებზე მქონდა. ხო, არ მაგაზე იყო გავა. მაგაზე ერთ ჩემი პასუხი შემდეგი რომ ჟურნალისტს უთხრა არია რომ ისე დონის თამაშებს მაქვს შესაძლებლობა რომ ვიარო იგივე ფეხბურთელს უთხრა რომ რატო არ თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში როცა გაქვს საშუალება ითამაშო ჩემპიონთა ლიგის გუნდში მომეცა საშუალება და ბედნიერება რომ ჩვენი ვარსკვლავების თამაშები ახლა გავაშკო ესეთ გუნდებს როგორც არის PSG, ლივერპული მაშინ მახსოვს ბოდიში რომ გაწყვეტინებ უბრალოდ ეს ვიდეო რატო გავიხსენე იცი მახსოვს რომ იური ტაბატაძეზე ამბობდი რომ მაშინაც გაქვს ჩაწერილი ინტერვიუ ხო შეიძლება ხო იყო იბერიაში და ხო აი ეს მახსოვს აი ძალიან კარგად არ მინდა ზოგადად რაღაცები შევადავე მაგრამ 2021 წლიან არც ერთი წინა სეზონო შეკრება არ გამომიტოვებია სულ ჩავდივარ გუნდებთან აი იმის მოგენიშის ხოლმე მიზნით კი არა მაგრამ დავდივარ ზოგადად ვიტყოდო ციტატს მეუნებოდა რომ შენცაც რა რთულია რომ სულ რაღაც საყურებელი ან ყურებადი კონტენტის თვის ხშირად გიწევს სიარული უცხოეთში ყველაზე მეტად ბედნიერი ვიქნები რომ ისე ანუ აქაც იყოს რაღაც კონტენტები საქართველოს ჩემპიონატში რომელსაც ხალხი უყურებს და სპონსორისთვის შენ არ გიქნება აი თითით საჩვენებლად რომ აი ნახე ეგ საქართველოს ჩემპიონატშიც რო ვიყავი, ამით პირველ რიგში მე ვისარგებლებ იმიტომ რომ ფინანსურად ბევრად მეტი დანაზოგი მექნება. აჩვენებს ბევრად ის არის ძვირია უცხოეთში წავიდე, ვიდრე აქ წახვიდე. ამაში მათ შორის შენი ფულის ხარჯვა შენი პირადი აჩვენებს ფულის ხარჯვა, როგორია სისტემა გეტყვი. ხარ X ლარი, შენი გადაწყვეტია სად წახვალ, შენი გადაწყვეტია რა რეისით წახვალ, როგორ წახვალ. მე თუ გადავიღებ თვეში 4 ვიდეოს პირობით რაც ცოტა დაახლოებით სასპონსორო ვალდებულებით შეთხებულიო 4 ვიდეოს გადავიღებ საქართველოსთან და მჯერ ბევრად დიდი ფული დამრჩება ვიდრე ფრენები სასტუმროები უცხოეთში თან ზოგადად იცი როგორა ხშირად წინასწარ ვერ დაგიგმო რაღაცას როგორც თუ შეიძლება გუნდის სიტუაცია იყოს სუდი და ხომ მითხეთ ამას წააგონ არ ინტერვიუებოდეთ თორემ გიწევს 10 დღით 2 კვირით ადრე ყიდვა რაღაცის და ბევრად ძვირია თორე ხა რომ მე ვიყიდო აგვისტოს ბილეთს პირობთ ბევრად იაფი დამიჯდება მეც მინდა აი მარტივად რო ვთქვა არ დამოვიწყე ეგ მესიჯი გური დამწერს ვიღაცაი ძალიან დიდ მესიჯს რომ მეკითხა პერიოდია ბათუმის დინამო რო ძალიან პრაიმში იყო შენო ბათუმის დინამო ან ტორპედო ან დინამო თუ არ ჩამოვიდაო გორში ვარ ჩამოდიხარო თამაშებზეო და ისე რომ ჩამოხვიდეო ან მარტო მაგად გამოჩამოდიხარო გორის გამო კი არა და მე ვკითხე უბრალოდ თამაში გორ ჩემპიონებისთვის იბრძოლა ან 4-ში იყო მყარად გორზე გამახსენდა ეს აქვთ მედია ოთახში საპერფარეშო აქვს მოსაწესრიგებელი მოაწესრიგო აი ხა აი ჩართოა იმედია რომ ხომ მალე მოაწესრიგებენ ძალიან კომფორტულად სამუშაო ძალიან საჭირო ჟურნალისტებისთვის აი მიხეილ მესხის ძველი ის გახსოვს მედია ზონა ლოჟა გარანტირებული თუ ქარი იყო გარანტირებული ქონდა ფილტვების ანთება ეხლა ნუ შეცვალეს და ნუ გორზე დავამთავრებ კონკრეტულად მე ვუთხრა რომ 5000 კაცი თო თქვენ სტადიონზე 4000 5000 ბათუმი თუ არ ჩამოდის 5000 კაციან სტადიონს არ ანუ არ ავსებს გორი ვერ ავსებს
აი მარტივად ავიღოთ შარშანს საჩემპიონო ბრძოლაში იყვნენ და 2 ტურით ადრე 500 კაცი იყო სტადიონზე. და მე ჩავიდე ჩავა კაცო მე ჩემს კიდე ერთხელ ვიზახე რომ ჩემთვის უფრო მაგარი იქნება რომ შეგქონდეს საშუალება თვეში ერთხელ მივიდიოდე უცხოეთში 3 კონტენტს ვიღებდე საქართველოსდან მეორე მეტი ფული დამრჩებოდა პირადად რომ ვილაპარაკოთ რა და აი გეკითხები შენ აი შენი აზრი მაინტერესებს რო გქონდეს საშუალება რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე იმუშაო ან პრემიერ ლიგის ან ლიგა 1-ის ან ლა ლიგის რა სიზამთე რა თქმა უნდა ლა ლიგას ავერჩე მე ჩემზე რატო აქვს ის მე ხო აი ამ დონემდე მოსასწრად აი 4 თუ 5 წელი კარგია რომ შენს მიმართ მოთხოვნები არსებობს იმიტომ რომ შენ ხარ იქ საბა საპანაძე ნახსენები არ ყოფილა აი და არც ნიშნის მოგებით არ უთქვამს გიორგი ჭიაბრიშვილს ეგ ამბავი ეგ ეხებოდა ყველას აბსოლუტურად ყველას ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ქმედითი სპორტული მედია პლატფორმები ვიღაცა მუშაობს საქართველოს ჩემპიონატზე რაღაცა ჯგუფი მუშაობს ლეგიონერებზე ანუ ეს პირადად შენი გადასაწყვეტია შენი გვერდის კონტენტ შენ სად გააკეთებ არის შენი გადასაწყვეტი მაგრამ როცა არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს ტელევიზიები რომელსაც განუსაზღვრელი ფინანსური რესურსია მე თუ გარანტიას მომწევ საერთოდ სპორტი მაშინ აინტერესებთ და ფეხბურთი ქართული მაშინ აინტერესებთ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გადის გუნდი ისა ეროვნული ნაკრები ხო ეგ არ არის სპორტისთვის ხელშეწყობა ეს არ არის სპორტის გაშუქება რა კეთილი ინებონ და წავიდნენ ცენტრალურ თამაშებზე მაინც ჩაწერონ ინტერვიუები გააშუქონ მოამზადონ სიუჟეტი მე არ მახსოვს ბოლოს როდის მინახავს საქართველოს ჩემპიონატზე მომზადებული სიუჟეტი სპორტულ გამოშვებაში აი სიუჟეტი რასაც ქვია რა ამბავი მე ვარ ადამიანი ვინც დამოკიდებული არის თავიდან ბოლომდე ჩემს მიერ ჩემი შრომით გამოშვებულ ფინანსებზე არიან კომპანიები, ვისაც აი ბევრად დიდი ფინანსური რესურსი აქვს. მე რომ მქონდეს იმის გარანტია, რომ მე თუ დღეს ხვალ 4 ვიდეოს გადამიყოლებით ისე დავდებ, რომ არ ექნება მაღალი ნახვა და ხვალ არ შემექნება პრობლემა მომსპონსორებთან გარანტირებული ფინანსური უზრუნველყოფა თუ მექნება. რატო არ წავალ საქართველოს ჩემპიონატზეც? ანუ საქართველოს ჩემპიონატზე დავდივარ ისეც, მაგრამ ხო ხვდები რას ვამბობ? ანუ რეგულარულად რატო არ მექნება თვეში 3 ვიდეო საქართველოს ჩემპიონატზე რატო არ მექნება? მექნება. მე ვარ ერთი ადამიანი. მაშინ როცა პირობითად ზურიკო და ხვიჩა ბათუმის დინამოში თამაშობდნენ, ხო და უწევდათ ამ ჩემპიონატში თამაში და ხალხის რაოდენობაც მეტი იყო, შენი კონტენტი მე მახსოვს, რომ ძალიან ხშირად კეთდებოდა საქართველოს ჩემპიონატიდან. ავიღოთ, რა ვიცი, ან ტორპედო, ან ბათუმის დინამო, ამ წინა სეზონში შეკრებიდან ვიდეო მქონდა 15000 ნახვა მქონდა ტორპედოს 10000 ბათუმს რაღაც უხეშად ცოტა მეტია ნაკლები, ან შეიძლება. ანუ 15000 კაცზე მეტი, მაგრამ ჯერ რომ ქუთაისელი 15000 კაცზე მეტი არა, ვიც უყურებს და გული შეტკივა ქუთაის ტორპედოზე. არიან, მაგრამ მე იქ არის ხშირად რომ ვიდეოები იჭრება, TikTok-ზე მიაქვთ, ან Facebook-ზე და მე აღარ გადადიან YouTube-ზე საყურებლად, მაგრამ მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ არიან კატეგორია მედიების, ვისაც ეგ გარანტირებული აქვს ის, რომ ფინანსურად დამტკიცებული აქვს ბიუჯეტი. კი ბატონო. და მე ვარ ერთი კაცი, ვინც ჩემივე პერფორმანსზე ვარ დამოკიდებული. დრას რო გადის, ბევრ რაღაცას ვფიქრობ იმაზე, რომ უკან, ანუ მარტო შენ არ ხარ. მარტო ჩემი თავში ვარ ვცხოვრობ რა. და რაღაც რომ მოხდეს მარტო ჩემი თავის გადასარჩენი ვარ რა. ანუ გადასარჩენი იმას කියობ, რომ მე მიუღებელს ვაკეთებ, რა, რას ვაკეთებ მიუღებელს, მაგრამ მე ვსაუბრობ, რომ რეშე რომ დაკარგო ეს ფინანსური შემოსავალი. ხო. იმიტომ რომ ხალხი რას გეუბნება, რომ აი აქ იდითებენ ეს გადაიღე. მიუღებელი და ის რომ შენი სახელის და სარკის ჩეხთვის შეგწოს არ უნდა გააკეთო. მაგრამ აქ არის სხვა რაღაცაზე განსხვავებული ხალხი რას გეუბნება, ხო? ყველა აქ თავისი პრიორიტეტი. შენ ვერ დაუწესებ. აქაც იქნება პირობითად კომენტარები, რომ მე თუ ფინანსური მომწეს ვიღაც ფინანსური გარანტია, რომ შენ დაგიმტკიცდება, შემდეგი 2 წლის განმავლობაში აი ეს ბიუჯეტი. რომ თუ გექნება რაღაც დაბალნახვიანი კონტენტი. ანუ მან იმას ვარ უყურე მარტო YouTube-ზე, Instagram-ზე და ბევრი კონტენტია, სადაც უფრო მაგრად მუშაობს.
იცი რა, ეხლა მე მაგალითად ამ თემაზე ეხლა რომ დავიწყოთ ლაპარაკი, მოდიში გადავწყვეტინე. ძალიან შორს წავალ და ვისთანაც უნდა იმას დავუჯები. იხოცა შეიძლება ბატონ გია ჭიაბრიშვილს დაეთანხმა და ანუ კი გულისტიკით ლაპარაკობ, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს. მაგრამ აი მეც ვეთანხმები რომ მინდა რომ ვიყოთ, მინდა რომ ვიყოთ ბევრი ადამიანი, ვინც ბევრად მეც მიახსოვს. მე რა ეს კითხე, მე ხო ჩემი მხრიდანაც მაქვს პასუხი და მაგაშიც დამეთანხმე. ეგ იმას კი არშოს რომ პირობითად ჩვენ გია ჭიაბრიშვილს არ ვეთანხმებით, გიორგი ჭიაბრიშვილს რომ გვინდა რომ საქართველოს ჩემპიონატი მეტად გაშუქდეს. მეც მინდა მაგრამ მე ხო ჩემი კითხვა დაგისვი და აი ჩემი რაღაც არგუმენტი თქვი, რითიც მოქმედებ და თუ გამომწვევ მითხარ რომ არ გითანხმებია. არა, მე იცი რა, საბა შენს არხზე რას გააკეთებ, ეს თავიდან ბოლომდე არის შენი ხო, შენი გადასაწყვეტია და შენ ბუნებრივია რომ ადამიანები ვინც კონკრეტულ საქმიანობაში ვართ, გვინდა გავაკეთოთ ისეთი რამე რაც მოიტანს ნახვებს, რაც მოიტანს შემდეგ არ ვიცი ფინანსურ სარგებელს, რომ თუნდაც ისევ შენი საქმე განავითარო და გქონდეს საქმიანობის საშუალება. მე ჭიაბრიშვილს ვეთანხმები იმ ამბავში, რომ ნამდვილად არ შუქდება ქართული სპორტი სათანადოდ. მეც ვეთანხმები იმაში, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები მაგალითად. და ყველას უნდა აი რაღაცა, ხო, რა. აი იური ტაბატაძე ვახსენეთ და რომ გაქონდა გოლი და ხუნა 8000 მოწონება იმაზე. აი ზუსტად მაგიტანს 600 ხო, აი მეც ვეთანხმები. რატომ არ უყურებთ მაშინ თქვენ? რატო არ მოგწონთ იური ტაბატაძეს? გოლის დილას ისეთი ჯარი მაქვს გატანილი, აი ეგ რო იქ გაიტანა ალბათ იქნებოდა რა ვიცი 20000 ლაიქ პირდაპირ. აი ახლა ნახე მაგალითად მე ჩემი და მოურჩეთ ამ თემაზე მე ჩემი აი ამ პოდკასტის მიუხედავად იმისა რომ ჯერ ძალიან ცოტა ხანია ვარსებობ, ვცდილობ რომ აი ლიგა 2-ის ხო ხვდები ეროვნული ლიგის ანუ აი ესეთი ტიპი ვიცი რომელსაც არ ექნება რეიტინგი. მაგრამ აი რო არ მოვიწვიო მე ალბათ გამაკრიტიკებენ რომ შენ იმას ყურადღებას არ აქცევ, იმას ყურადღებას არ აქცევ, მაგრამ კი ბატონო ვაკეთებ, არ ვუყურებ ამ ნახვებს ვაკეთებ, მაგრამ საბოლოოში მაინც შენც ხო გინდა რომ ჩემი არხის წარმატებაზე უნდა ვიყო ორიენტირებული, მაინც ესე გამოდის. თებოში ხო ვიყო შეკრებაზე, რაღაც გუნდებთან ვიდეოები გადავიღე YouTube, რამდენიმე გუნდთან ისე ანუ Instagram მაგალითად ერთ-ერთი იყო რამდენიმე გუნდი იყო რო თქვა რომ Instagram-ზე ჩაუწერი, Instagram-ისთვის თორები გავაკეთე, რამდენიმე გუნდი იყო რომ ვერ მოახერხე მისვლა და სეზონის განმავლობაში გეგმავ რომ ვიდეოები გადავიღო. და მინდა კი, ანუ მინდა რომ გავანაწილო რა, ეს ჩემი ყურადღება ყველა გუნდზე. ანუ კი, იმაშიც ვეთახო რომ ანუ როცა ყურებადი ხარ და დიდი ხარ. უფრო მეტი მოთხოვნა შენ მარტო რაღაც ისო იყო არავინ არ დაგიწეს რომ იქაც წადიან იმათაც მომგებიანი პოზიცია რომ ვიღაცა გეუბნება რომ გამაშუქე ანუ იმათაც უნდათ ვოთ აი ზოგი ანუ მზეს უნზირას ჭამს მე იქვე ყრის და ის რაღაცა აი გაზლებს რაღაც შენიშნოს აი თქოთ აი იმას ვაპარაკობ რომ ნე ჩემ არგუმენტს თუ მოისმენე შეიძლება მაგაშიც დაგეთანხმონ თუმცა აი რაც ვაპარაკეთ იმაშიც საერთოაზე ვართ კი ყოველას თავისი სიმართლე აქვს, ხო იცი? სიმართლე აქ არა იმაზე რომ ვიღაცა მტყვანიან მართალია რა. უბრალოდ როგორ მოქმედებ, რით ხელმძღვანელობ და რის მიხედვით ხელმძღვანელობ, ეგ ვთქვი და ეგ არის. აი რახან ქართულ ფეხბურთს, საკლუბო ფეხბურთს შევეხეთ, სულ ახალი ცხელცხელი ამბავი თემურ ქეცბაიას თბილისის დინამოში. დანიშნა და ვიცი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ამბავი. შენ როგორ უყურებ, რას შეცვლის ეს საკლუბო ფეხბურთი? აი მინიმუმ კომენტარებში რაც ნახე, ის ყოლა მოდი შვიდში საშინაო თამაში აქ დინამოს და ბევრი მივიდეთ. ბევრი კომენტარი შემხვდა ძალიან. აი თემურის გომიდა დაბრუნდება სტადიონზე რა. აი ერთი აი მე ძალიან ის დეტალები არ ვიცი, მაგრამ აქ ჩამოსვლა ხო პირობითად თემურისთვისაც რეპუტაციული რისკია პირობითად ალბათ ძალიან. და ანუ მინდა მჯეროდეს იმის რომ ისეთი ანუ ბევრი პრობლემები იყო დინამო თბილისში ბოლო წლების განმავლობაში ფინანსურად თუ ისეც გაგვიგია სამწუხაროდ და არა მარტო დინამო თბილისში მე მინდა იმჯეროდეს რომ ფინანსურად რაღაც ძლიერი გარანტიები მიიღო რის თუ ამას არ მიიღებდა ის აქ არ მოვიდა რა თქმა უნდა რა მაგაში დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ აი ორ თვეში რომ წავიდეს არ მგონია რომ მაგისთვის მოსულიყო ამის სურვილი მაქვს და იმედი მაქვს რომ
მინიმუმ ის რომ აი ძალიან ავტორიტეტი სხვა მწვერვალზე არ მაიქ ხო შედარებითია თემურ ქეცვაია და გასახდელ შორშევა ბუზის გაფრენის ხმა გაისვა ჩემს რომ ანუ სანამ თვითონ არ დაიწყებს ლაპარაკი ისეთ ფილი ნათქვამია გასახდელს და შესვენების დროს რა ნეტო ოქრიაშვილს თუ დააბრუნებს შენთან ხო თქო რომ თემურისთან ყოველთვის განსხვავებულად თამაშობდია და ხუშ პრეს კონფერენციაზე თქო რომ ეხლა ამ მომენტში ისეთ ფეხბურთელები გჭირდება ინფორმაცია არიან რომ ამ შედეგი გვინდა მალეო არა ეს ვიხუმრე რა თქმა უნდა მე მაგრამ ნუ თორნიკე ოქრიაშვილმა აი ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო იმიტომ რომ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ესეთი შეყვარებული იყო თემურ ქეცფაიაში მამაშვილი აი უალტერნატივო ადამიანია ფეხბურთში ჩემთვის შენ გაქვს იდეა როგორ უნდა მოვიდეს ქართველი გულშემატკივარი ტრიბუნაზე ფაქტი ის არის რომ გამოსავალ რამდენიმე ქალაქს რეგიონს აქ იმის საშუალება რომ სადღაც სტადიონის ყველა თამაშის სტადიონის 60-70% გაავსოს. აი, პირდაპირ დავიღოთ ქუთაისი და მავიღოთ ბათუმი. ქუთაისში დინამოს 0-0 მომორჩა, რამდენი ადამიანი იყო მისული სტადიონზე. 70% სავსე იყო სტადიონი. თითქმის სავსე. ეს იმის ფონზე რომ არც პირობითად რაღაც პიერი გაკეთებულა, რაღაც განსაკუთრებული. დინამოც არ არის ისეთი მძლავრი როგორიც იყო ადრე. ანუ აქ უყვართ. გუნდი რო კარგი გაკეთეს, რომელიც ჩემპიონობის სიბრძოლეს ჩემს და ძალიან ან სამ თამაში ერთხელ 90% გაიშვება სტადიონი და სტადიონის 60% სულ გავთ 9-ზე მეტი სავსე იქნება. ბათუმშიც. ბათუმზე რა უნდა თქვა რომ ბათუმ გულშემატკივრს ფეხბურთი არანორმალურად უყვარს. ბათუმ გულშემატკივრს რომ კონდეს იმის განცდა რომ გუნდი ისევ ჩემპიონობის სიბრძოლეს ისევ გაავსებს სტადიონს. საოცარი ქალაქია. თუმცა გონია რომ ყველაზე მაგარი გუნდის კეთება საქართველოს შეიძლება ბათუმში. რა თქმა უნდა. ნებისმიერი ფეხბურთელი. ლეგიონერებისთვისაც, აი ბრაზილიელებს არის 64 პლიაჟი, ანუ პალმის ჯოინო და რომ ბათუმში გუძნოფო თავი, ბრაზილიაში გუძნოფო თავს, იმიტომ კლიმატით იმით ასე თუ ისე, ნუ წვენს თუ არ ჩავთვლით. შეიძლება ვიღაცას ძალიან დიდი ფული გადაუხატო და სამტრედიაში არ ჩამოვიდეს. ქუთაისი იყო, სამტრედს თავი დავაროთ, ქუთაისი იყო ლაპარაკი, რომ არა, ქუთაისი კარგი ქალაქია. ნუ ყველაფერია, რესტორნები გინდა, სასტუმროების ქსელები გინდა, სილამაზეს გინდა, აი ქუთაისი, იმიტომ რომ ის ლეგიონერებიც უყურებენ ვიღაცას ოჯახი ყავს იქ, ბავშვი უნდა ინგლისურენოვან სკოლაში ეტრო, შეიძლება ამ ფრანგულენოვან სკოლაში, სახოს ბავშვები იქ დაყავდა, თბილისში ყავდა. ხო. იმიტომ რომ იქ არ იყო ის ფრანგულენოვანი სკოლა არ იყო, ხო. ამიტომ აი არის ახლა ბათუმში ყველაფერია. თბილისში ყველაფერია. აი ისეთ ქალაქებში რა ყოფილი ერთ-ერთი შენც ხარ იქ ნამყოფი მე ტირასპოლში. ტირასპოლი თუ აკეთებს გუნდს. რაც აი მართლა ტანკების ისინი დგას, ძეგლები დგას. არა, თუ გახსოვს სად ვიყავით. იგივე თუ ქალაქში მარტო მეორე რაზგრადში ვარ ნამყოფი. რაზგრადში მე არა ვარ ნამყოფი. აი ნაკრები მაითამაშა, რაზგრადსაც რა გუნდი ყავს, ლუდოგორეცაც. ტირასპოლში ერთი კაფე მაინც იყო, სადაც მაშინ მახსოვს ჭამეთ და კარგი კაფე იყო. რაზგრადში იგიც ანუ სოფელივით ხალხი არის. და ისეთი კარგი სტადიონი, როგორ თუ რაზგრადში მიდის ფეხბურთელი და პირობითად ავიღოთ $30,000 თვეში. იმ 30,000 იმიტომ ითხოვს რომ უკეთეს ქალაქში 25-ზე წამოვა. ანუ იმას ხო იმიტომ ითხოვს რომ ამ საშინელ ქალაქში გავჩერდე, უფრო მეტი მინდა. ესე კონკრეტული გეგმა, ანუ კითხოს რომ დაუბრუნდეთ შენსას, კონკრეტული გეგმა მე რომ მქონდეს არ მაქვს. მაგრამ ფაქტია რომ თუ კაი გუნდს გააკეთებენ, რომელიც დაიმსახურებს სიმპათიას თავისი ქალაქის გულშემატკივრების ქუთაისში ცივლიან, გორში ცივლიან. გორშიც იყო ბოლო პერიოდ წლებში, რომ გორში ხო დადიოდა სხვათა შორის. კარგი გუნდი უნდა ყავდეს. გულშემატკივარი, მაგრამ ეხლა ბოლოს რო ისიც რო ვახსენე, ვალთა საშანსა ჩემპიონო ბრძოლაში სამწუხაროდ ცარიელი იყო. მან როგორც ვიცი ქუთაის გულშემატკივარი წვრთნელზეც ის არის, იმიტომ რომ წვრთნელი არ მოწონთ, რუი მოტაზროს და დიდი რაოდენობა მაგიტომ არ დადის. და ბევრი დადიოდა, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. თუ დემჩენკოს დროს რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. გეილი რო ყავდათ, კოტალიუკი ყავდათ, ანუ კაი ფეხბურთელები ყავდათ რა. საბა, I hate როგორ პასუხობ და იქნება ეხა არ არსებობს. ადრე იყო რომ აი ისე ნერვიულობდი. ისე ნერვიულობდი რა. და ვიცოდი მე ეწერა ცუდი კომენტარები, მაინც შევდიოდი რომ წამეკითხა. ეხლა სულ ვიცოდი ცუდი კომენტარი აღარ შევდივარ. არ ნახულობ უბრალოდ? ან შეიძლება ნახო და გავატარო, იმიტომ რომ
რამდენ ადამიანი რა ეხლა ბიშკი არა რომ სულ 2% ეგეც პირობითად როცა ანუ 20000 გამომწერენ ყოდა და 30000 ყოველას უყვარდი. ნუ რო იზრდება არის ბევრი ფაქტორები ის გამოც იქნება ეგეთი ადამიანები რა. ახვიდე იმას ხوار დაუნიშნო რომ შენთან შეხვედრა მინდა და იმას ხوار დაუწყო. ავი არ მოწონხარ რა. მე მინდა რომ რაღაც ისეთი გავაკეთო მე რომ ჩემი საქმე დუპასხო კარგად. აი რა უნდა ვქნა დაუწყო ცუდი კომენტარების ავტორებს ყოველს მუქარა დაუწყონ შევხვდე? არა მე როგორ პასუხებს ვცემთი დაახლოებით? ანუ კი არ ვლანძღავ და ანუ ხო ხვდები რა. დიდი მადლობა რომ მიყურე, მაგრამ ანუ შენ შემთხვევაში კიდე არაუშავ შენ მამაკაცი ხარ და ქალი როცა ფეხბურთზე იწყებს საუბარს იქ ხდება აი გაგნებაში არა ხარ და აი წადი დაიძინე რაღაცა სამზარეულოში. აი რო კიცებით გააკეთე რაღაც კიცებით რო გიწყებენ იმაზე ლაპარაკს რომ არა არც უკიცებ არა აი ჩემს ხოლმე კიცებით რომ იწყებენ იმაზე ლაპარაკს რომ შენ ფედერაციის ჩარტერში ადგილი სულ გაქვს ან ფედერაცია გიფინანსებს რაღაცებს თან კიცებიჩი ფედერაციის ჩარტერში შემიძლია გითხრათ რომ ბევრ ჟურნალისტს აქვს ადგილი სხვადასხვა თამაშების დროს მარტო საბას არა საბას მე თუნდაც გეტყვი ბოლოს 3 წელში ორჯერ ჩარტერში ნამყოფი ბოლოს 3 წელში ორჯერ ნამყოფი იმიტომ რომ მეც მისარგებლია ბევრჯერ ეროვნული იმიტომ რომ აი შენ კი ბევრად მეტი ფინანსურად ბევრად ის არის ხარჯი მაგრამ შენი პასუხი ანუ ხრის მიერ პასუხისგებლობები გაქვს მოხსნილი არის უნდქო იქ არასდროს ჭიქა არ დადო რაღაცა ანუ აი დაძაბული ხარ რა მაინც რომ აი შენ რო იქ ხარ იმ ჩიმაში სადაც ეროვნული ნაკრები ქვეყნის თავარი გუნდი თამაშობს და თავარი გუნდი გზავრობს გააქვს რა რაღაც დაძაბული ხარ რა იმიტომ რომ 1000 თვალი 1000 ყურია და აი მაგას რომ მკიცებით ფორმაში გიწერენ რომ შენ აი ფედერაცია ვიღაცა ყველაზე მაგარი იყო რომ ამ ფეხბურთელებთან ინტერვიუებს ფედერაცია ულაგებსო კი ნერვი მეშლება მაგას რო წერენ როცა რო ვიცი რომ რამდენი შრომა მაქვს იმ პიეს ხუპია ურთიერთობებს დამყარებული საქმეა ჩემი საქმე თავიდან ბოლომდე რავი აი რა უნდა უთხრათ ხალხს მიდი ხარ ჩემპიონთა ლიგას მეორე თამაში მიდიარ მიუნხენში თუმცა მეორე თამაშებს იმიტომ ვირჩევ რომ ყოველთვის მეორე თამაშია გადამწყვეტი რა ახლა ლივერპულზე ორივეზე ვიყავ იმიტომ რომ მამარდა და კვარა იყვნენ მაგრამ ზოგადად მეორე თამაში შარშანს სულ მეორე თამაშებზე ვიყავ ყველგან იმიტომ ეგ არის რა რაც არ უნდა მოხდეს ბოლო თამაში ის აღნიშნა ისეთი არ იქნება არასდროს როგორც აი მეორე თამაშია მიდის პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებისკენ სასწაული გუნდია თავიდან ბოლომდე ეგ გუნდია ლუის ენრიკე აი ეს გუნდი სხვას ვიცი ისე აი მამაშულურად ყავს ეს ფეხბურთელებიც ამდენი ვარსკვლავის რა იყო რეალში რა პრობლემა ეგოების მართვა აქ ნაკლები ეგოებია აქვთ სოფლიო ჩემპიონი დემბელე სოფლიო ჩემპიონი ის არის შარავისაც ეს ეგო აღმატებით ფორმაში თურმე ანუ აქეთ ისნა რა ბოლოს აღარც ათამაშებდა კი ხა შეიძლება თქვა მე უნდათ რომ თქო სადაც არ აწერდა მე ხელს მაგრამ ფაქტია რომ უთხრეს უკეთესად ვითამაშებთო პაპეს გარაშეო დაცინეს თურმე სწორი უქნია და მე მიამაყება რომ აი მაგ უძლიერესი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გასაღები არის ქართველი და დღეს ამ წამს შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მაგარი გასაღები და ევროპაში ალბათ ყველაზე ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელი საერთოდ არ შემეშინდება მაგის თქმის რომელიც ჯერჯერობით ფეხბურთს უნარჩუნებს სახეს კი ძალიან ხუთი ფეხბურთელი შეგვიძლია ჩამოთვალოთ ეგეთი ვინც ფეხბურთს სახეს უნარჩუნებს ხო ვიცი აი იამალი ხო მე კვარაცხელიათი დავიწყებ კვარაცხელია იამალი ნიკო პასი ჩემთვის ძალიან გამოჩვეული ტიპია შერკიც ალბათ ხო ძალიან უნარჩუნებს აი შერკიც როგორი ადამიანი ფეხბურთელია რო უთხრა ეს არ გააკეთებს თორე სკამს დაგვსო მაინც გააკეთებს აი ეგ არის ანუ აი ის ხო ავტომატიზებულ დონეზე დაყავთ ეს პასები შერკი არის ფეხბურთელი რა გააკეთა მოურინიოს კი არა და გვარდიოლას რეაქცია შეტევაში ვარ და ბურთისკენ სვლა რა დაიწყო ანუ აი ეგეთი ის არის რა რო უთხრა სკამს დაგვსო ანუ არ იზავს იმას დასვი მაგრამ ვერ დასვა შერკის სკამზე რა ძალიან გამორჩა ხო არა იამალი ოლისე შერკი და დუე აი დუეზე რომ ვამბდი რომ აი შერკიზე რა ვთქვი იგივეა დუეც აი რო უთხრა ეს არ გააკეთეთ ანუ გააკეთებს აი იქ მაინც არ მიცემს პას აი დუეზე კი მეშლება ნერვები მაგრამ აი
ბარკოზე ხანდახან იმიტომ მაშინ ნერვები რომ პასს რო არაკეთებს გონია რომ ანუ არ არის ეგეთი სტილის ფეხბურთელი ეგ რომ ამ თავის თავზე აიღოს და დუე ანუ აი არ მიცეს პასს მაგრამ ეგეთია ბავშვურია ანუ აი როგორც შერკიზე თქვი აი ბოლერია რა უყვარს ძალიან ტექნიკურია რა ეგეთია დუეც აი რავი ეს ხუთ ფეხბურთელი არიან რა თქმა უნდა აი რავი ნიკო პასის ამდენი ფეხბურთელები ესე ჩამოთვლი რა მაგრამ აი ამ ხუთ ფეხბურთელს განსაკუთრებულად რა და დღეს რა ხუჩამ გონია რომ სოფლიოს საუკეთესო მარცხენა ვინგერია მაგრამ მე კიდევ უფრო პრაიმი ყარასახე 29 წლის ასაკში ხო აი ანუ ეგრე მგონია იმიტომ რომ ეხა ისეთ დაღვინებაში ადის იმ უკვე ისეთი გამოცდილებით აი პირველი 7-8 პირველი სეზონის ნაპოლის ყარა იყო აი ამ ბოლერს ვიყენებ მაგრამ ბოლერია რა აი რომ ფინტებს რო აკეთებს სკილებს რო აკეთებს სრულ მოძრაობებს ეგ იყო პირველი სეზონის ყარა და ეხა არის სრულყოფილი ფეხბურთელი. კი ბატონო, იდეალური ფეხბურთელი. იდეალურად მოთამაშე, შეტევაში. მე მგონია რომ ყველა ართ ბურთზე დაცვაში ლუის ენრიკეს გულია ის სიხარულისგან უკვე ყველა ნაბიჯი, ყველა პასი, ყველა მოძრაობა უკვე ძალიან გაანალიზებული აქვს, რასაც აკეთებს მოედანზე. აუ, ბევრი ამბობდა რომ უკვე წაიკითხე, ყოფილა რომ წაიკითხეს, კაც ვერ ატყუებს, იყო რაღაც ნაპოლის რაღაც მომენტები რა. eta ეგრევე ვატყუებთ ეგ. საბა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო. კი, კარგი საუბარი გამოგვივიდა ნამდვილად. არ ვიცი, კარგი სანახაობა მინდა, გისურვო და კვარას წარმოტება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მიდე ბუდაპეშტი და ოქროს დადებს, ოქროს მედლის ფოტოს. იმედია და ეს ყველაფერი გარდა მისი ინდივიდუალური წარმატებისა ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთს იმხელა სივრცეს უხსნის და იმხელა არეალს აძლევს ქართულ ფეხბურთს არ ვიცი ანუ ვანც აუცილებლად ის არო ახლა მომთორდეს კარიერაზე ის ლეგასი ქონდა რაც უკვე გააკეთა იქ ამდა საოცრება და ჯერ აი კიდე წინ იმდენი რაღაცა რასაც გააკეთებს რა ვიცი თავისთვის თავის ქვეყნისთვის ანუ ახლა რაც გააკეთა ისე რომ სოფლიოს ძალიან სხვა კუთხით გააცნო საქართველოს კიდე ბევრს გააკეთებს რა და ყველგან იქ ხელზეც საქართველოს რუკა ხატია ნუ საქართველოს უკარასთან არის რა და აი სულ რაღაც ინტერვიუებში ისეთი ახტაცებით ლაპარაკობს ხოლმე საქართველოზე რომ წარმატებები. მადლობა. შენც და კვარასაც თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ. დამოვიწყდა საჩუქარი ჩვენი სპონსორისგან. სპორტული სახუებები. მადლობა. და ფეხის პაჩები. მადლობა. ძალიან კარგი რაღაცეებია. გამოგადგება ხო ვარჯიშობ ხოლმე. ხო, და გამოგადგება. ნანიკოს პოდკასტს უყურებთ თქვენ ჩვენი სპონსორები გახლავთ რონიქსი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია რომელიც ნებისმიერ ფაზზე ნებისმიერ მოთხოვნაზე არის მორგებული ასევე სპორტული სამედიცინო სახუებების კომპანია ჯაკა სპორტი რომლის პროდუქტებიც ასევე ძალიან მრავალფეროვანია აქვე არ დაგავიწყდეთ ჩვენი გათამაშების შესახებ რომელიც შედგება 5000 გამომწერზე და გავათამაშებთ PlayStation 5-ს, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ჩვენი არხი YouTube-ზე დაგულე სპორტი, დააკომენტარეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, გააზიარეთ თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.